საქართველოს ესთეტიკური მედიცინის ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცოტა ხნის წინ საქართველოში სამწუხარო შემთხვევა მოხდა. პაციენტს ბოტოქსის პროცედურის შემდეგ მძიმე ნევროლოგიური სიმპტომატიკა განუვითარდა. ეს არ იყო მხოლოდ ალერგიული რეაქცია. კლინიკური სურათი ბოტულიზმის ინფექციის ნიშნებს ატარებდა. კვლევამ დაადგინა, რომ მიზეზი არა თავად ბრენდი, არამედ პრეპარატის წარმომავლობა აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ პროდუქტი არ იყო შეძენილი ოფიციალური დისტრიბუტორისგან, რაც აჩენს კითხვებს ბოტოქსის ხარისხთან, შემადგენლობასთან და შედახვის პირობების დაცვასთან. როგორ დავიცვათ თავი ფალსიფიცირებული პრეპარატებისგან, რას ნიშნავს GDP სტანდარტები და რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ოფიციალური დისტრიბუცია. ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხს დღეს ჩვენ სტუმართან, გაიას ერთ-ერთ დამფუძნებელთან, კოსმეტოლოგთან ბაია კონტრადიევასთან ერთად ვისაუბრებთ. ბაია, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენ სტუმარი, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავზე უნდა ვისაუბროთ დღეს. ნამდვილად, ჩვენი პირველი კითხვა რა თქმა უნდა შეეხება უშუალოდ ამ პაციენტებს, ეს გართულება დაემართა, თუ იცით დღეს თავს როგორ გრძნობენ? ბოლოს რა ინფორმაციაც მქონდა, როდესაც გაწერეს უკვე კლინიკიდან კარგად გრძნობდნენ პაციენტები თავს და ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რომ ეხლა კიდევ უკეთესად არიან. როგორც ვიცით, პაციენტს განუვითარდა ბოტულიზმის მსგავსი ინფექცია. რამდენად მძიმეა ეს მდგომარეობა და როგორ რა შეიძლება რომ მე გაკეთდეს, როგორ არის მკურნალობის გზები? მოდით თავდაპირველად აღვნიშნოთ, რომ არ დავაფრთხოთ მომხმარებელი, რომ თვითონ ბოტულინოთერაპია ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურა გახლავთ ესთეტიკურ მედიცინაში. უბრალოდ აქ ვსაუბრობთ ფალსიფიცირებულ პრეპარატზე, რომელიც, ნახეთ, კონკრეტულად, როდესაც კეთდება, ვატარებთ ექიმები ბოტულინოთერაპიას, ის უშუალოდ მოქმედებს შეყვანის ზონაში. გარდა კონკრეტული ნერვკუნთოვანი გადაცემის ბლოკირებისა, ის სისტემურად გავლენას არ ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და პირიქით მისი ეფექტი იმდენად მოგწონს, რომ ამას ხშირად ვიყენებთ ესთეტიკურ მედიცინაში. რაც შეეხება ფალსიფიცირებულ პრეპარატს, აქ ორი მთავარი რამ შეიძლება იყოს, ერთი პირობების დარღვევა და მეორე ისეთი მინარევების არსებობა, რომელმაც ეს მიზეზი შეიძლება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ფალსიფიცირებულ პრეპარატს, სადაც დოზებიც კი, ნახეთ, ბოტულინოთერაპია ზოგადად გახლავთ ძალიან დოზადამოკიდებული, სწორად უნდა იქნეს ყოველი პაციენტისთვის შერჩეული სამოქმედო ზონის გათვალისწინებით და ამას ძალიან ესე ფრთხილად ვუდგებით ექიმები. ხოლო როდესაც ჩვენ არ ვიცით იმ პრეპარატში როგორი დოზირება იყო, როგორ შეინახეს და როგორ პირობებში იმყოფებოდა ეს პრეპარატი, რა თქმა უნდა ეს რისკები ერთიორად იზრდება. შესაბამისად, სამწუხაროდ მოხდა ესეთი ფაქტი, რომ პაციენტებს განუვითარდათ უშუალოდ ბოტულიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რაც გულისხმობს ზოგად სისუსტეს, კუნთოვან სისუსტეს, სუნთქვის გაძნელებას, შესაძლებელია იყოს მხედველობის გაორება და ასე შემდეგ და ასე შემდგომ სამკმაოდ რთული მდგომარეობა გახლავთ. თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება და საქართველოს შემთხვევაში იყო პირველი შემთხვევა. ადრე ჩვენ ვნახეთ, რომ იყო ესეთი მსგავსი შემთხვევა ინგლისში, რომელსაც ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა. მაგრამ კიდევ არის სხვა ტიპის გართულებები, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ფალსიფიცირებულმა პრეპარატმა სამწუხაროდ. როგორც ახლა თავად ახსენე, მთავარი პრობლემა აქ იყო უშუალოდ მედიკამენტის წარმომავლობა, რომ ის არ იყო შეძენილი ოფიციალურ დისტრიბუტორისგან. როგორ უნდა დაწმუნდეს ექიმი და ასევე თავად პაციენტი, რომ ის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მისი პროცედურის დროს, არის ოფიციალური? სამწუხაროდ ექიმისთვის ერთადერთი ბერკეტი ეს გახლავთ ოფიციალური დისტრიბუტორი. სხვა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ იცით რაღაც მე შემოვიტანე, რაღაც კი დავიცავი პირობები და ასე შემდეგ, მარტო სიტყვაზე არ უნდა ვენდოთ დისტრიბუტორს, ეს უნდა იყოს ოფიციალურად დარეგისტრირებული დისტრიბუტორი, რომელსაც აქვს კონკრეტულად ტოქსინისთვის განსაზღვრული შენახვის პირობები, სასაწყობე პირობები შექმნილი და კლინიკამდე მოდის ამ პირობების დაცვით ეს პრეპარატი. რაც შეეხება პაციენტს, პაციენტისთვის გარანტი უნდა იყოს ექიმი. ეს ესეთი ჯაჭვია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის დიალოგი პაციენტსა და ექიმს შორის. თუ პაციენტს უჩნდება კითხვა, აუცილებელია რომ ამაზე ვისაუბროთ ღიად და განსაკუთრებით კონსულტაციის დროს. არ არის უხერხული ექიმს ვთხოვოთ, გვაჩვენოს შეფუთვა, როგორ გამოიყურება, შევამოწმოთ კოდი, რომელიც ინდივიდუალურად ყველა პრეპარატს აქვს თავისი კოდი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია
ჩვენს თვალწინ ხდებოდეს, თქვა, იგივე ინიექციის გამზადება შპრიცებში და მოკლედ ყველაფერში იყოს პაციენტი ჩართული და ყველა კითხვას ექიმი სცემდეს ამომწურავ პასუხს. ზუსტად ეს კითხვა უნდა დამისვა, რომ რამდენად გვაქვს უფლება, რომ გადავამოწმოთ და ვიკითხოთ აუცილებლად. ანუ მე სულ ვამბობ, რომ ერთადერთი რაც ალბათ ეს ჩვენი ხასიათის ნაწილიც არის, ძალიან გვეხათრება, რომ აი ხა ექიმს როგორ შევკადროთ, რაღაცნაირად გვეუხერხულება თითქოს რომ მის კომპეტენციაში ეჭვი ხომ არ გვეპარება და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი და ეს მოგეხსენებათ ექიმის და პაციენტის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა, როდესაც ეს ნდობა არსებობს და ამომწურავად ექიმი გასცემს თქვენს კითხვებზე პასუხს, ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ ჩაივლის პროცედურაც. ნამდვილად. აი, კითხვა რომელიც ახლა მინდა დავსვამ, მგონია ძალიან მნიშვნელოვანია, ახსენე რომ აუცილებელია მოხდეს გახსნა პრეპარატის პაციენტის წინ და მისი დოზირებით ამოღება უშუალოდ შპრიცით, ხო? არსებობს პრაქტიკა, როგორც მე გამიგია, რომ ხანდახან რამდენიმე ადამიანი ფასის გამო რაც ღირს ერთი პროცედურა, თქვა, იყოფს ერთ სინჯარას ბოტოქსის და რამდენიმე დღის განმავლობაში ინახება ეს გახსნილი ფილა და გამოიყენებენ უკვე სხვა ადამიანები, მეგობრები, თქვა ამ შემთხვევაში. რამდენი ხანი შეიძლება მაგალითად გახსნილი მედიკამენტი შევინახოთ თუნდაც მაცივარში, სწორ პირობებში და უსაფრთხოა თუ არა მსგავსი პრაქტიკა. კეთილი. მოდი ესე ვთქვათ, რომ თვითონ უშუალოდ ბოტულინოთერაპიის სხვადასხვა დასახელების, აი სხვადასხვა ბრენდები აწარმოებენ ბოტულინოთერაპიას, არსებობს ლიცენზირებული ყოველ შემთხვევაში 3-4 პრეპარატი, რომელიც საქართველოს ბაზარზე არის და ნახეთ როგორ არის მხოლოდ ერთი პრეპარატია მონოდოზური, დანარჩენი მულტიდოზურია და ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოა, რომ არ არის აუცილებელი მეგობარი ან ოჯახის წევრი იყოს, ის ნაწილდება, იმიტომ რომ ზოგიერთში არის 500 ერთეული, ზოგიერთში არის 100 ერთეული და შესაძლებელია ის 2-3 პაციენტზე დაგვჭირდეს. ან შესაძლოა თუ დიდ ზონებზეა საუბარი, ერთ პაციენტს დასჭირდეს, ამაზე მოკლედ ექიმი იღებს მთლიანად პასუხისმგებლობას. უმნიშვნელოვანესი რა არის, ნახეთ, როდესაც დისოციაციას ვეძახით, ანუ ფიზიოლოგიურ ლიოსფილიზირებული ის არის, ესე ვთქვათ, ფლაკონი, უნდა გაიხსნას ფიზიოლოგიურ სითხეში. 4 საათი არის უმნიშვნელოვანესი, რომ დაყომდეს, მაქსიმალურია, ისიც გადაუდებელი, ესე ვთქვათ, შემთხვევების დროს 24 საათი აქვს მას გამოყენების უფლება, ესე ვთქვათ. ნუ ამის შემდგომ არ შეიძლება რომ ეს გამოიყენოს პაციენტებში. შესაძლოა შევახსენეთ GDP სტანდარტები და განმარტოთ რა არის GDP სტანდარტები და ბოტულინოტოქსინის შემთხვევაში რას ნიშნავს და როგორ გაშვება მას. დიახ, ნახეთ, ბოტულინოტოქსინი გახლავთ პრეპარატი, რომელსაც სჭირდება ცივი ჯაჭვის პრინციპით შენახვა. ანუ რას გულისხმობს ეს, რომ არ უნდა დავარღვიოთ ტემპერატურული ჯაჭვი. ანუ წარმოების პროცესიდან კლინიკაში მოსვლამდე და პაციენტის უშუალოდ გაკეთების პროცესში არ უნდა დაირღვეს მისი ტემპერატურა. ანუ რაც გულისხმობს დაახლოებით 2-დან 8 გრადუს ტემპერატურაზე არის ყველაზე ეფექტური, რომ შევინახოთ ეს პრეპარატი. GDP სტანდარტი სწორედ განსაზღვრავს, ანუ აკონტროლებს და განსაზღვრავს ამ შენახვის პირობებს, რომ კოლოფია არ უნდა იყოს დაზიანებული, რომ ზუსტად ეს ტემპერატურული წვეთ, ანუ ჯაჭვის წვეთა არ უნდა მოხდეს, როგორ პირობებში უნდა მოხდეს გაწერა ამ პრეპარატის, რომ დისტრიბუციამ ჩაიბაროს და მიიტანოს შესაბამისად კლინიკაში, აღრიცხვა ტარდება ყოველი კოლოფის, რომ სერიული ნომრის მიხედვით, რადგან მაგალითისთვის თუ შემთხვევით რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა, სერიული ნომრის მიხედვით ზუსტად ვიცოდეთ, რომელ პარტიას ჰქონდა ესა თუ ის პრობლემა. რაზეც ასევე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ, არის თუ ვინ ატარებს ხოლმე ხანდახან ამ პროცედურებს, იმიტომ რომ როგორც თავად მაქვს ინფორმაცია, ყოველთვის რეგისტრირებული ექიმი, ლიცენზირებული ექიმი არ აკეთებს ამ ინიექციებს. ამ შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, ვინც გააკეთა ეს პროცედურა? თუ კი არ არსებობს შესაბამისი რეგულაცია და კონტროლი, ანუ პასუხს ვერავის ვერ მოვთხოვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტორი, რომ აუცილებლად ეს უნდა ჩატარდეს ლიცენზირებული დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა და ისევე როგორც ეს უნდა იყოს
კონტროლირებადი, რაც აღნიშნეთ პრეპარატის წარმოებიდან დაწყებული, დისტრიბუციით დასრულებული. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის რეგულაციის პრობლემა, რომელიც არ არის ისეთი სტანდარტის და ისეთი დონის, რომ მაქსიმალურად პაციენტი და ასევე ექიმი იყოს დაცული. რა არის ის წითელი ხაზი, ასე ვთქვათ, როცა პაციენტმა მიხვდეს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, როდესაც იკეთებს პროცედურას და თქვენ რა რჩევებს მისცემთ პაციენტებს, ვინც აპირებენ თუნდაც მსგავსი თერაპიის შეფერს? ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ფასი. ანუ თუ ჩვენ ვიცით ბაზარზე არსებული ბოტულინოთერაპიის ამა თუ იმ ბრენდის ფასი და ვიღაც გვთავაზობს ძალიან რაღაც გაურკვეველ ფასს, ანუ ძალიან დაბალს, ესე ვთქვათ, ანუ პირველი კითხვა უნდა გაჩნდეს, რომ როგორ, ხო? ანუ თუ ვთქვათ 80 კლინიკაში არის რაღაცა გარკვეული ფასი და შენ უცებ რაღაც მაგის ნახევარ ან მეოთხედ ფასში გთავაზობენ პროცედურას, ეს უკვე სადღაც არის კითხვის ნიშნის ესე დასმის საბაბი. რაც შეეხება ჩემ რჩევას, მოდით პოზიტიურად დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა იმ ჭრილში, რომ ბოტულინოთერაპია კიდევ ერთხელ აღვნიშნავ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი თერაპიული, ესე ვთქვათ, პროცედურა. მას არა მარტო ესთეტიკურ მედიცინაში გამოიყენებენ ნევროლოგიაში, გამოიყენებენ ეს ბოლო პერიოდი წონის კორექციისთვისაც კი. შესაბამისად, სწორი დოზებით, კარგი ხარისხის პრეპარატის პირობებში, ანუ მაღალ კვალიფიციური ექიმის ხელში ეს პრეპარატი არის ძალიან კარგი და ესე ვთქვათ, სასურველი და თუ სტატისტიკასაც მოვიშვებლიებთ, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ესთეტიკური პროცედურა გახლავთ. შესაბამისად, გავითვალისწინოთ გარკვეული რჩევები, რაც დღეს ვისაუბრეთ, უმნიშვნელოვანესი რომ ვიცოდეთ ხარისხიანი პრეპარატი, ვიცოდეთ ვინ ატარებს ამ პროცედურას და რა პირობებში ტარდება, შესაბამისად ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. წესების დაცვით რაც ახსენე ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ეს მედიკამენტი ახალი არ არის გამოიყენება როგორც თავად ახსენე ნევროლოგიაში მაგალითად სერვიკალ სიკუთების დაჭემულობის დროს რომ ეს არაბუნებრივი თავის ფორმა რომელიც წარმოიქმნება მოხილობა ამით მოხსნება სხვა პროცედურების დროსაც საკმაოდ დიდი უსაფრთხო გამოყენების ისტორია აქვს ამ მედიკამენტს და აუცილებელია უბრალოდ დავიცვათ სტანდარტები რომ ეს ყველაფერი არ გართულდეს. დიდი მადლობა ბაიარ გვესტო. უღრმესი მადლობა კიდევ. თქვენ მადლობა.